მამუკა მდინარაძემ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა: საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვსო, გააუქმესო. ტყუილია, არ გაგვიუქმებია. ფაქტბედრის დასკვნით მანიპულირება, ასე შევაფასეთ ჩვენ ეს განცხადება. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მოხელისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების თანახმად, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნას საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, იხილეთ მოხლე 27. ქართული ოცნების კანონპროექტში ამ ნორმას ცვლილება არ შეხებია. მას შესაბამისად მოხელეთათვის სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულება არ გაუქმებულა. აღნიშნულის მიუხედავად, ცვლილებების პროექტით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე საჯარო მოხელეების ნაცვლად ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ყველაზე მაღალი და საშუალო მმართველობითი დონის წარმომადგენლებზე მოხელეთათვის დადგენილი რიგი მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის ქონისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ, აღარ გავრცელდება. ტექნიკურად მართალია, რომ კანონპროექტით მოხელეთათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნა სახელმწიფო ენის ცოდნის შესახებ არ შეცვლილა. თუმცა ცვლილებებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისთვის მოხელის სტატუსის ჩამორთმევა მათ მიმართ ამ და სხვა მოთხოვნების გავრცელება ავტომატურად გამორიცხა. მამუკა მდინარაძე თავის განცხადებაში ამ კონტექსტს უგულებელყოფს. სინამდვილეში აღნიშნული გადაწყვეტილებით ქართული ოცნება ენის ცოდნის მოთხოვნას არა ზოგადად საჯარო მოხელეებს, არამედ მაღალი და საშუალო თანამდებობის საჯარო მოხელეებს უუქმებს. მათთვის ეს ვალდებულება უკეთეს შემთხვევაში დამოკიდებული გახდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ხარის ნებაზე. შესაბამისად მანიპულირება ჩვენ ასე შევაფასეთ ეს განცხადება. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.